არის თუ არა თქვენზე თვალი ახლა? მაშასა და მე ვისაც გაინტერესებთ ეს თემა, შემოვერთით ამ მინი საჯარო გაშლას და ჩვენ ახლა ორ ვარიანტად ვნახავთ, არის თუ არა თვალი თქვენზე. ვარიანტი პირველი არის თუ არა თვალი თქვენზე და ვარიანტი ორი არის თუ არა თვალი თქვენზე. პირველი ვარიანტი მწვანე ავანტურინი, მეორე ვარიანტი მთის ბროლი. კარგად დააკვირდით ორივე ვარიანტს, მე კი ვიწყებ თქვენთვის პასუხების გაჟღერებას. პირველი ვარიანტი, მწვანე ავანტურინი არის თუ არა თვალი თქვენზე. ოთხიანობის პენტაკლები. არა, თქვენზე თვალი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს შემოქმედებას ბევრი აკვირდება, თქვენი ტკბილი ნამცხვარი ხართ, რომლის ერთ ნაჭერსაც დიდი სიამოვნებით მოიპარავდნენ და დააგემოვნებდნენ თქვენი არაკეთილის მსურველები, მაგრამ ამავდროულად შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ ჩაკეტილი ხართ, საკმაოდ დაცული ხართ, ასე რომ ამ შემთხვევაში თქვენზე თვალი არ არის, იმიტომ რომ თითქოს არ აძლევთ ადამიანებს იმის საშუალებას, რომ ძალიან შემოიჭრან თქვენს პირად სივრცეში. იმიტომ რომ ნახეთ, ერთადერთი რაშიც შეიძლება გამოიხატებოდეს თქვენი თვალი, ეს არის ის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა გამოიყენონ თქვენი სიკეთე თავის და სასიკეთოდ, ხომ? ანუ ისე ხონფული აღარ დაგიბრუნონ, ხომ? იმიტომ რომ თქვენ ხედავენ როგორც რესურსიან ადამიანს, ამიტომ ნებისმიერი ფორმით შეეცდებიან, რომ თქვენგან რაიმე ენერგია წაიღონ, ამიტომ ეცადეთ, რომ არ მისცეთ ამის საშუალება, არ გაასესხოთ ფინანსები, იმიტომ რომ შესაძლოა ახლოს მომავალში ასეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს და წაიღოს თქვენი ფინანსური წარმატება. ხო, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება და მეორე ვარიანტი მთის ბროლი არის თუ არა თვალი თქვენზე ახლა. ხუთიანობის თასები. და უფრო მეტად გავშალოთ თქვენი ხუთიანობის თასები არის თუ არა თვალი თქვენზე. კი, სამწუხაროდ არის აქ თვალი თქვენზე, მაგრამ ეს იცით როგორი თვალია, რომელიც ესე უეცრად მოვიდა, უეცრად გცათ ვიღაცამ თვალი, მოკლედ დააკვირდით რა, ვისთან გრძნობთ თავს ენერგეტიკულად დაცლილად, გეტირებათ, არაფერი აღარ გიხარიათ. აქაო ძალიან გავს ეს ყველაფერი, რას იცით, როდესაც ადამიანი ცდილობს თავის წუწუნით და ნეგატივით თქვენზე გადმოიტანოს თავისი უარყოფითი, როგორც მე ამას ვეძახი, აკონტეინეროს თავისი ნეგატიური ემოციები და თვითონ განთავისუფლდეს ამ ენერგეტიკული ქაქისგან, რაც თვითონ შიგნით აქვს ის თავისუფლება, თქვენ სლენგს გამოვიყენებ იგრუსებით. ამიტომ კარგი იქნება თუ ელემენტარულ წმენდებს, მარილიან აბაზანებს ჩაიტარებთ და სხვადასხვანაირი თქვა სურნელოვანი ჩხირებით და სხვადასხვა ესეთი ინსტრუმენტებით შეეცდებით ენერგეტიკის წმენდას. წარმატებებს გისურვებთ, ნახვამდის.